რომელია ის სამი მთავარი სიმპტომი? კანი და პლუს სხვა ორგანოები როცა ემატება, კუჭნაძლავის სასუნთქი გზები, აუცილებლად უნდა მიმართოს, ასე ვთქვათ, ჩემი სპეციალობის ექიმს. ზრდასრულ ასაკში მოულოდნელად გამოუვიდა მწვავე ალერგიული რეაქცია. ვინც ძუძუთ კვებაზეა, ექსკლუზიურად 6 თვემდე სხვა საკვები არ უნდა დაამატოს მშობელმა. სუბუქი ალერგიული სიმპტომების დროს ადამიანები ხშირად თვითნებურად იღებენ მედიკამენტებს. მედიკამენტები ზოგადად მედიცინაში ყოფა ორ ნაწილად. ჩემს ბევრ პაციენტს აქვს ირაციონალური შიში სტომატოლოგიურ კაბინეტში ანაფილაქსიური შოკის. თუ ადამიანს უკვე აქვს გარკვეულწილად ცნობილი ალერგიული დაავადება, განსაკუთრებით სასუნთქის სისტემის ალერგია, სინჯზე წასვლის პრაქტიკა კი არ არის სწორი პრაქტიკა. ალერგოლოგის კონსულტაციის პრაქტიკა უნდა იყოს. ადამიანებს შიში უნდა ქონდეს, შიში ჩვენ უნდა ქონდეს ისეთი ტიპის ანაფილაქსიას, როცა სამედიცინო დაწესებულებაში არ გვემართება. ქუჩაში ვართ, პიკნიკზე ვართ, როცა კლინიკაა, როცა ექიმია შენს გვერდით, როცა დამხმარე სამედიცინო პერსონალია შენს გვერდით, მაშინ ყველაფრის მოვლა შეიძლება. გაზაფხულსა და ზაფხულში სეზონური ალერგია ბევრისთვის ნამდვილად კოშმარული არის. რა არის ის ძირითადი ოქროს წესები? აი, ეს უნდა გადავაქციოთ ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებად და არა, ვთქვათ, მაინცსა და მაინც დახურულ სივრცეში ყოფნა. რა არის ის უმთავრესი მესიჯი ან საბაზისო ცოდნა ალერგიების შესახებ, რომელიც გსურთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს? ადამიანმა და განსაკუთრებით ორსულებს ეხება ეს და პატარა ბავშვები ვისაც ყავთ, დაკარგა კონტაქტი ადამიანმა ნატურალურ და ბუნებრივ გარემოსთან. ანუ ალერგიის და აუტოიმუნური ავადმყოფობის თავარი პრევენციის საკითხი გადის ბუნებასთან მეციახლოვესთან პირდაპირ მნიშვნელობით და სრულფასოვანი და კარგი და ჯანსაღი საკვების მიწოდებასთან, როგორც მოზრდილებში, ისევე განსაკუთრებით ბავშვებში. მოგესალმებით, ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის ექიმი ალერგოლოგი იმუნოლოგი ბატონი ბიძინა კულუმბეკოვი. ადამიანი, რომლის აზრსაც ამ სფეროში მთელი საქართველო ენდობა. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მარიამ მოწვევისთვის. გკითხავთ, თუ რომელია ის სამი მთავარი სიმპტომი, ეგრეთ წოდებული წითელი დროშა, რომელთა გამოჩენისთანავე ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ალერგოლოგს. სიმპტომების ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და სამში დაკონკრეტება მხოლოდ გართულდეს, მაგრამ მთავარი არის თუ ადამიანს აქვს, თქვათ, გარკვეულ ალერგენთან შეხებისას, ეს შეიძლება იყოს მტვერი, ეს შეიძლება იყოს ნესტიანი გარემო, ეს შეიძლება იყოს ყვავილებით და მცენარეებით მდიდარი და გაჯერებული სივრცე. ან სტუმრად მივიდა სადღაც, სადაც ცხოველი დახვდა და თუ ასეთ გარემოში ადამიანმა იგრძნოს სუნთქვის გაძნელება, ან იგრძნო ამ შემთხვევაში ცხვირის გაჭედვა და თვალების ქავილი, მოდი ეს გავაერთიანოთ ერთ სიმპტომად, აი მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს ალერგოლოგს, იმიტომ რომ ალერგენთან შეხებით წარმოქმნილი სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე, რომელსაც არ ახლდა არანაირი გაცივება, ვირუსის ნიშნები, ცხელება, აუცილებლად საჭიროებს შეფასებას, რომ ადამიანს ბრონქული ასთმა და ალერგიული რინიტი არ ჰქონდეს. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი რასაკვირველი არის, თუ ადამიანს აქვს კანზე გამონაყარი, რომელსაც ხშირად ხაზგასმით ჩვენ ვამბობთ, განსაკუთრებით გულისხმობ ურტიკარიას, ანუ ჭინჭრისიებას და აქაც უნდა დავაკონკრეტო, რომ ეს არის გამონაყარი, რომელიც ჩნდება ხშირად სხეულის ძალიან დიდ ნაწილს და ფართს მოიცავს, მაგრამ აუცილებლად ის გამონაყარი 24 საათის შიგნით უნდა ქრებოდეს და შემდგომ ახალი ტალღით უნდა ჩნდებოდეს. თუ ატყობენ ადამიანები, რომ აქვთ ასეთი გამონაყარი, რომელიც დიდი ხანი არ ჩერდება, საშუალოდ 2-3 საათში წავა ხოლმე მით უმეტეს თუ მედიკამენტს დაახმარენ, მაგრამ მეორე მესამე დღეს ისევ ახალი ტალღა გამოჩნდება, აი ამ შემთხვევაში ჩემი დარგის ექიმის და სპეციალობის ჩართულობა აუცილებელია და მესამე რასაკვირველია უნდა ვთქვათ, რომ თუ ადამიანს რაღაც მიზეზის გამო ახსნადი ეს მიზეზი თუ ახსნის გარეშეა, სტიმული იყო რაიმე ვთქვათ კონკრეტული ტრიგერი არ არსებობდა, მაგრამ გამონაყართან ერთად განუვითარდება განსაკუთრებით მუცლის ტკივილი, გულის რევის თანხვედრით, ან სუნთქვის გაძნელება, ან ყელში მოჭერის შეგრძნება, ანუ კანის რეაქცია არ გაჩერდება, როგორც კანის რეაქცია, ეს უკვე გარკვეული მინიშნებაა სისტემური ალერგიული რეაქციის და აუცილებლად შესაძლებელია, იმიტომ რომ ხშირად ეს შეიძლება იყოს ალერგია, მაგრამ შეიძლება გარკვეულ პროცენტში იყოს პანიკური შეტევა, შეიძლება იყოს სხვა ნევროლოგიური და ენდოკრინული პათოლოგიის ნაწილი. ამიტომ სისტემური რეაქციათა კასკადი როცა არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კანი და პლუს სხვა ორგანოები როცა ემატება, კუჭნაძლავის სასუნთქი გზები,
აუცილებლად უნდა მიმართოს ასე ვთქვათ ჩემი სპეციალობის ექიმს. აი ეს უფრო ყოვლისმომცველი რო ყოფილიყო, ეს ასე ვთქვათ თან რაღაცა კონტექსტთან მიმართებაში ესე მინდოდა რომ ეს სიმპტომები წინა პლანზე ასე ვთქვათ წამოგვეწია. ბატონო ბიძინა, მითია თუ რეალობა, რომ ხშირად გვსმენი ადამიანი წლების განმავლობაში უპრობლემოდ ანუ არ ქონია არანაირი ალერგიული რეაქცია, არანაირი გამოვლინება, არც კონკრეტულ საკვებზე, არც ცხოველთან კონტაქტისას ანუ არც ერთ გარემო ფაქტორთან. თუმცა ზრდასრულ ასაკში მოულოდნელად გამოვლინდა მწვავე ალერგიული რეაქცია. მაინტერესებს რატომ იცვლება იმუნური სისტემის პასუხი წლების შემდეგ და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები თქვენს პრაქტიკაში? ჩვენს პრაქტიკაში შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი არის ყოველდღიურობა ეს ჩვენი. იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად აქვთ ეს გარკვეულ ალიბად იყენებენ ამას, რომ ეს ხო ხშირად მე მიჭამია ადრე, ეს წამალი ხო ადრე ბევრჯერ დამილევია და ასე შემდეგ, ხო? ეს ალერგოლოგიას და იმუნოლოგიას არ ეხება. ალერგოლოგია იმუნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, აი მარტივად რო ჩავიდეთ მის შინაარსობრივ ნაწილში არის სენსიბილიზაციის, ასე ვთქვათ, ფაქტორის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მონაწილეა ეს საკითხი და ფაქტორი რას იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ალერგენთან განმეორებითი შეხვედრების შემდგომ უყალიბდება განსაკუთრებით თუ მიდრეკილება აქვს გარკვეული გენეტიკური განწყობით ალერგიისადმი, ან ოჯახური ანამნეზია კეთკენ მინიშნება და ასე შემდეგ განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. ამიტომ პირველ შეხებაზე ანტიგენთან შეიძლება არანაირი ალერგიული რეაქცია არ იყოს და სწორედ განმეორებითი გამოყენების ან თქვათ ექსპოზიციის შემთხვევაში იყოს. ერთი მნიშვნელოვანი უნდა ვთქვათ, რომ ალერგიული რეაქციები გარკვეულ ასაკობრივ ჭრილშიც სხვადასხვანაირი კლინიკური ნიშნებით და უпроსტად ალერგიის სახეობები სხვადასხვა ასაკობრივ ჭრილში სხვანაირად ვლინდება, მაგალითად ბავშვთა ასაკში უფრო ხშირი პირველადი გარემოსთან მათი შეხება, რადგანაც საკვები და კვებითი უცხოცილებია, სწორედ კვებითი ალერგია გვხვდება, მერე საშუალო ასაკობრივ ჯგუფში უფრო შემოდის გარემო ალერგენები, მტვერი, ცხოველური ალერგენები და ეს მცენარეული მტვრის მარცვლები და მათ მიმართ განწყობა და გვიან ასაკობრივ ჯგუფში უპირატესად შეიძლება ვთქვათ, რომ რაც უფრო ხანდაზმული ხდება ადამიანი და წლები გვემატება ყველას კომორბიდული, ანუ თანხლები დაავადებები, ხან გულია, ხან სასუნთქი სისტემა, ხან დირკმელია, ხან საშარდე გზებია, ანუ ადამიანს ბევრი წამლის გამოყენება სჭირდება და უკვე აიქ რისკი ჩნდება, განსაკუთრებით ჩვენს დარგში, ასევე უნდა ვთქვა მედიკამენტებსაც ავეხებით, რომ აი განსაკუთრებით თუ სახსროვანი დაავადებების სკენარი ადამიანი მიდრეკილი, ვთქვათ, იგივე ხერხემალი იქნება თუ სხვა ნებისმიერი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დაავადებები, ამ დროს ხშირად და ჭარბად თვითნებურად ან ექიმის რეკომენდაციის ადამიანები იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ეგრეთ წოდებული ასპირინული რიგის პრეპარატებს. და ის სწორედ ამ პრეპარატებს აქვს მექანიზმი, რომ რაღაც გზა დაბლოკონ, მაგრამ მეორე გზას ალერგიის, ანუ ლეიკოტრიანულ გზას მისცენ უფრო დიდი გასაქანე. ანუ ეს პათოფიზიოლოგიურ მექანიზმს ეფუძნება, ამიტომ ადამიანებს ხშირად, ვისაც ამ ტიპის წამლების ან თქვათ შაკიკი აქვს და მიგრენული თავის ტკივილი და ხშირად ჭირდება, ან თქვენთან თქვათ მოუწესრიგებელი კბილებია და არ მოვიდა თქვენამდე და ხშირად ჭირდება, რომ პულპიტია, კარიესია თუ ნებისმიერი მოვლენა ტკივილს დაუპირისპირდეს, აი უკვე ეწყებათ ამ ტიპის მედიკამენტებისადმი უფრო ხშირი რეაქციები. ასევე მედიკამენტებზე მაინც მინდა ვთქვა მოზრდილებს ასე ვთქვათ, ამოვწურავ ამ ნაწილს, რომ განსაკუთრებით კარდიოვასკულარული სისტემის და იგივე ესენციური ან მეორადი ვთქვათ, ჰიპერტენზიის მართვისთვის ადამიანები იწყებენ, ვთქვათ, წნევის მარეგულებელი პრეპარატების გამოყენებას და ერთ-ერთი განსაკუთრებული ჯგუფია AGF ინჰიბიტორებს ესე ეძახიან, ანუ ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები, აი პრილებით ბოლოვდება მათი დასახელება და ეს ყველა მიცის, აი ამ ტიპის წამალზე შეიძლება ადამიანებს ყველას არა რასაკვირველია, ორი გვერდითი მოვლენა იყოს ჩემი თვალსაზრისით, როგორც დარგის, ასე ვთქვათ, სპეციალისტის. პირველი ეს არის მშრალი ხველისკენ მიდრეკილება და ადამიანი ვერ უკავშირებს წნევის წამალს ყველასთან საერთოდ, თუ ეს ექიმ არ მიანიშნა და მეორე ეს არის შეიძლება ამ პრეპარატმა გამოიწვიოს პათოფიზიოლოგიურად ორგანიზმში ჭარბი ბრადიკინინის დაგროვება და ბრადიკინინური კვინკე შეშუპებების განვითარება. ანუ აი ეს მედიკამენტები უკვე, ახლა ამ ტიპის მედიკამენტებს თუ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია არ აქვს, თქვათ, იგივე პედიატრიულ ასაკში, ახლა ბავშვები ამას არ იყენებენ, თუ გულსიზრახთა სისტემის ამე თანდაყოლილი და ან კორეგირებული მანკი, რომელსაც მერე ჭირდება, თქვათ, განტვირთვა ან ჰიპერტენზიის, თქვათ, სხვადასხვა ფორმების მართვა. აი შესაბამისად ალერგიული ფორმები და დაავადებები აი ესე ნაწილდება უფრო ასაკობრივ ჭრილში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება
შეიძლება შეხვდეს ნებისმიერი ალერგია. აი ჩვენ ეხლა ყვებით ალერგიაზე ვთქვით რომ ბავშვებშია, მაგრამ ეს არავინ არ უნდა გაიგოს, არ გაიგოს ჩვენმა მსმენელმა რომ მოზრდილებში არ ხდება. რა თქმა უნდა ხდება. მე უპირატესობის ნაწილი და პრიორიტეტებზე ვისაუბრე. მოზრდილებში ისეთი უცნაური ყვებითი ალერგიები ხდება ჩვენ, ხო, რომელიც ხშირად კოფაქტორთან არის დაკავშირებული და რას ნიშნავს ეს? აი ხა მაგალითად შეიძლება ახალგაზრდა, თქვათ, გოგონას, თქვათ, აი 20-30 წლის ასაკში განუვითარდეს ისეთი ალერგია ხორბლის, ცილის კომპონენტის მიმართ, რომელსაც ქვია ომეგა-5 გლიადინი, რომელიც აუხსნელი ანაფილაქსიით გვირგვინდებოდეს. და მან საერთოდ ვერ ახსნას და ვერც ოჯახის ექიმმა და სხვა დარგის ექიმმა აი ამ ასაკში ცხოვრებაში პირველად რატო დაიწყო ამ ქალბატონს ან ვაჟბატონს არ აქვს მნიშვნელობა ანაფილაქსიური რეაქციები და ამ დროს როცა მოდის ჩვენთან დაუზუსტებელი არა ზედაპირზე ყოფი ტრიგერებით ანაფილაქსიის მქონე პაციენტები ამ ჩვენ ყველა დამალულ მოლეკულებს ყველაფერს ვიკულებთ ხოლმე და ესე გვყავს აღმოჩენილი ათობით ადამიანი რომელსაც აქვთ ამ ხორბლის ცილაზე, მაგრამ რატო არის საინტერესო მოვლენა, რატო დავიწყე ამაზე საუბარი. ხორბლის ცილის მიმართ ყოველდღიური ალერგია ადამიანებს არ უვითარდება, რაც არ უნდა ჭამოს ყოველდღე ხორბლის შემცველი პროდუქტები. მას სჭირდება კოფაქტორი, ანუ გამშვები მექანიზმი. და რა არის ეს გამშვები მექანიზმი? თუ მე შევჭამე ხორბლის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, ეს ღვეზელი იქნება, პური იქნება თუ, რა ვიცი, პასტა თუ ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს, მას თუ 4 საათის განმავლობაში მოყვება ჩემი ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ მაშინ მოხდება რეაქცია. ან მირთმევის მერე თუ დავლევ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას, მაშინ იქნება რეაქციის კასკადი. ან თუ ამ ხორბლის მირთმევიდან ქალბატონს ამ შემთხვევაში მენსტრუალური პერიოდი აქვს, იმ პერიოდს დაემთხვევა მაინცა და მაინც, იმიტომ რომ ჰორმონალური ძვლებია კოფაქტორი. მოკლედ, ერთი სიტყვით ეს ახლა ბავშვთა ასაკში ჩვენ და ადრეულ ასაკში არ გვხვდება, ხო? აი ესეთი თავისებურებებით არის ჩემი დარგი სავსე და რაც უფრო ვითარდება მედიცინა, ვითარდება მოლეკულური დიაგნოსტიკა, ვითარდება უფრო წვრილად და სკრუპულოზურად რაღაცების გამოკვლევის და ნიშანდების საშუალება გვიჩნდება, უფრო მეტ კითხვებზე გვაქვს პასუხები, ჩვენ კი არა თელს სოფლიოს, აი ადრე იდიოპათიური აუხსნელი ანაფილაქსიის რეგისტრი გერმანელებმა რო ამოიღეს, რომელიც იყო 2000 წლიდან შედგენილი და 1500 ადამიანი იყო ერთ-ერთი ქალაქის, ერთ-ერთი დიდი საუნივერსიტეტო კლინიკის და ამ 1500 დაუდგენელი ანაფილაქსიის მქონე პაციენტების 20%-ს ჰქონია დღევანდელი გადასახედიდან ომეგა-5 გლიადინზე ალერგია, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში არავინ არ იცოდა ამის შესახებ. ამიტომ მედიცინა ამ გაგებით სიურპრიზებით არის ავსე, ჩემი დარგიც არაკლებს ამ ნაწილს და ამიტომაც არის საინტერესო ჩვენი ყოველდღიურობა, როგორც ექიმების ზოგადად. ბატონო ბიძინა, თქვენ ბავშვები ახსენეთ. აი რეალურად ბავშვებს როგორ უნდა მივეწოდოთ სწორად ალერგიული პროდუქტები? ბავშვებთან ალერგიული პროდუქტების მიწოდება გარკვეულწილად ეხა თუ ადრეული ასაკიდან რაიმე ალერგიის გამოვლენა არ არის ან ძალიან მძიმე დატვირთული ანამნეზი არ არის, გარკვეულწილად ჯერ მსოფლიოს ასე ვთქვათ რეკომენდაციებში დიდი კარდინალური ცვლილებები არ შეუტანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულწილად ასე ვთქვათ ვერდიქტივით არის მისი რეკომენდაცია ხა ვერდიქტი ცოტა უხეში სიტყვა, რა თქმა უნდა ამბობს, რომ ვინც ძუძუთ კვებაზეა ექსკლუზიურად 6 თვემდე სხვა საკვები არ უნდა დაამატოს მშობელმა და თუ არის ხელოვნური კვება, რასაკვირველია, მაშინ შეიძლება 4-4 ნახევარი თვიდან უკვე ნახევრად მყარი საკვების დამატება. ნუ ეს უკვე პედიატრია, უბრალოდ ისე ზოგადი მიმოხილვისთვის. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ გარკვეული სიახლეები ჩვენ შემდგომ წლებში გველოდება, იმიტომ რომ ბევრი კვლევა დაგროვდა, ეგრევე ბრიტანელებმა ჩაატარეს LEAP study, რომელშიც ევროპის სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ მსგავსი ტიპის კვლევებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისკის მქონე ბავშვებში, აი განსაკუთრებით დასავლეთში ძალიან მაღალი მოხმარება არის მიწისთხილთან ასოცირებული პროდუქტების. აი ფინათი ხა ჩვენთან არ არის იმდენად აქტუალური პროდუქტი, იქ ფინათის კარაქი და ყველაფერი, თუმცა აქაც პოპულარული ხდება. ამიტომ ერთი რასაც უყურებენ, რომ თუ რისკის, თქვათ, დაძმები ყავს და ალერგია აქვთ უკვე მათ, ან დედა, ან მამა, ან ორივე მშობელი ალერგიით ყავთ, თუ ბავშვს მისცეს ადრეულ ასაკში და არა 6 თვის მერე, ეს ფინათი კვერცხი და შემდგომ განსაკუთრებით ეფექტურობა ჩანს ამ მიწისთხილზე. მაშინ 2 წლამდე ასაკში ამ ბავშვებს თითქმის გაუნახევრდათ, ასე ვთქვათ, მიწისთხილის მიმართ ალერგია იმ ბავშვებთან შედარებით, ვინც სტანდარტულად დაიწყეს 6 თვის ასაკის მერე. ამიტომ ადრეული მიწოდება, ანუ ადრეული introduction, ესე ამბობენ ინგლისურად ამას, გარკვეულწილად სამედიცინო წრეებში და განსაკუთრებით ალერგოლოგიურ იმუნოლოგებში პოპულარულია და ჩვენ ყოველწლიურად ველოდებით, რომ როდის იქნება, თქვათ, ეს უკვე რეკომენდაციებში გადასული. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ამბობ, ეს ზოგადად ესე არ უნდა განიხილოს, მაინც ინდივიდუალური არჩევანია, შეიძლება ეს იყოს ექიმის შეთავაზება ოჯახისთვის, მაგრამ საყოველთაო რეკომენდაციის ნაწილი, რომ ალერგოლოგებმაც, პედიატრებმაც ეს ყველა გაითვალისწინოს, ჯერჯერობით ესეთი რამ არ არის. თუმცა ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ამის უფლება, რომ
ამა თუ იმ კვლევაზე დაყრდნობით, ალერგოლოგმა მივცეთ ამის რჩევა ინდივიდუალურად კონკრეტულ ოჯახს. გასაგებია. აი სტატისტიკის მიხედვით, მსუბუქი ალერგიული სიმპტომების დროს ადამიანები ხშირად თვითნებურად იღებენ მედიკამენტებს. რამდენად უსაფრთხოა ეს მიდგომა და რა ფარულ საფრთხეებს შეიცავს პოპულარული ანტიჰისტამინები, რომლებიც აფთიაქში შეიძლება შევიძინოთ ურეცეპტოდ. ნუ საერთოდ ექიმის დანიშნულების გარეშე. დიახ, მედიკამენტები ზოგადად მედიცინაში ყოფა ორ ნაწილად. ეს არის ოტისის მედიკამენტები, ეს ეძახიან, ეს არის მედიკამენტები, რომელსაც რეცეპტი არ ესაჭიროება და ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ტიპის წამლები, აი სასურსათო მაღაზიის ერთ-ერთ და რამოდენიმე დახლზეა განთავსებული. და მათ შორის, როდესაც მე მიწევს მაგალითად ყოფნა წელიწადში რამდენჯერმე ამ ტიპის ქვეყნებში, სულ ვათვალიერებ და ვცდილობ, რომ აბა რა ტიპის წამლებია აქ საზოგადოება, რომელს უფრო იყენებს, რეცეპტი არ სჭირდება, ისინი რაღაცა აიღებენ პურს, შაქარს, რაღაცა ყოველდღიურ საკვებს და იქვე რაღაცა ვთქვათ კლარიტინსაც ჩადებენ, იქ ნექსიუმს ჩადებენ კუჭისთვის და ასე შემდეგ. ამ ტიპის წამლების გამოყენება ნებადართულია. რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება სიმპტომების კუპირებისთვის ქავილია, სურდუა, ცემინება, გამონაყარი, რამოდენიმე დალიოს და ამ ტიპის წამლებიც ხშირად ჩვენთან უმრავლესი მათგანი რეცეპტის გარეშე იყიდება. თუმცა თუ სიმპტომები პერსისტირებს, აი იქაც არის, ხო, ნებისმიერ ასეთ წამალს განსაკუთრებით უცხოეთში ძალიან კარგად აქვს მინიშნება, რომ თუ რამოდენიმე დღე ცხელება გიგრძელდება, ეს შენი ტაილენოლია თუ იბუპროფენი დიდი ხანი მეტი არ დალიო ექიმს მიმართე. იგივე აწერია იმ ანტიალერგიულ წამლებს და ჩვენმა მოსახლეობამაც ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ სიმპტომები პერსისტირებს, რა თქმა უნდა, ეხლა 3-5 დღე თუ გრძელდება, სასურველია რომ ოჯახის ექიმი ნახოს, თქვა პედიატრი ნახოს და მე უკვე სპეციალისტის ჩაერევა. ამიტომ რაიმე ტიპის საფრთხე ურეცეპტო, იმიტომაც არის წამალი ნაკლებია, თუმცა ანტიალერგიულ წამლებს ესე არ არის, რომ 100%-ით რომელიმე მათგანი რაც არ უნდა ახალი თაობის იყოს, აი სედაციის, ძილის გამოწვევის უნარი, მაინც 15-20%-ში ჩვენს პრეპარატებს შეუძლიათ, ამიტომ აი აქ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ პაციენტები, იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევა, როდესაც თითქოს 10 ადამიანიდან 8 ადამიანისთვის უწყინარი წამალი უყიდია ესე თვითნებურად ადამიანს და უთქვამს, რომ აი მე რაღაცა ბარდილს შევეჯახეს, რომ ახალი შემთხვევაა, იმიტომ რომ ჩამეძინა და ჩემი თავი ვერ გავაკონტროლე. ამიტომ ამ ტიპის წამლებს სწორედ აქვთ ამის რისკი, ამიტომ ჯობია რომ მაინც ეს ექიმის გავლით იყოს გამოყენებული და 2-3 დღე არაფერი არ დაშავდება, მაგრამ შემდეგ ექიმს მიმართონ. გასაგებია. ამ თემას ვერავული გვერდს ერთ შემთხვევაში, ბევრ პაციენტს აქვს ირაციონალური შიში სტომატოლოგიურ კაბინეტში ანაფილაქსიური შოკის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სტომატოლოგები ყოველწლიურად გავდივართ გადამზადებას, გადაუდებელი დახმარების სავალდებულო კურსებს, კლინიკა ასევე სრულმზადყოფნაშია ნებისმიერ შემთხვევაში, რომ მართოს საწყის ეტაპზე და შემდეგ მივმართოთ შესაბამის დახმარების გუნდს, შიში მაინც რჩება. რაც არ უნდა ავუხსნათ ეს პაციენტებს ჩვენ როგორც ექიმმა სტომატოლოგებმა. აი თქვენ როგორც ყველაზე სანდო ექიმი ამ დარგში. რას ეტყოდით და როგორ დაამშვიდებდით იმ ადამიანებს, ვინც ამ მიზეზით ვიზიტს არიდებს თავს? მოდი ერთს დავაკონკრეტებ, რომ ყველაზე სანდო არა, ერთ-ერთი სანდო, მოდი ესე ვთქვათ, უფრო სამართლიანი ესე იქნება. მე ესე ვიტყოდი, რომ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი და შანსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეულწილად ყველა ადამიანს აქვს, ვინც პლანეტაზე ცხოვრობს. აი, რო ავიღოთ უხეშად 8 მილიარდ ადამიანს თეორიული შანსი აქვს განუვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამისგან დაცვის არანაირი წინასწარი გარანტია არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ ხოლმე ალერგოლოგები გარკვეულწილად ხაზგასმით, რომ თუ ადამიანს უკვე აქვს გარკვეულწილად ცნობილი ალერგიული დაავადება, განსაკუთრებით სასუნთქის სისტემის ალერგია, ეს ეხება ბრონქულ ასთმას, მაშინ სასურველია, რომ ადამიანს თუ მით უმეტეს ამ ტიპის პროცედურების ჩატარება უწევს, ეს არის ანესთეზია, ლოკალურია თუ ზოგადი ნარკოზით ოპერაციული ჩარევები და ასე შემდგომ, ჩვენ შეიძლება მას სინჯი საერთოდ არ გავუკეთოთ, მაგრამ მისი ძირითადი დაავადების კონტროლის ხარისხი უნდა შეუფასოთ. რატოა ეს მთავარი, რომ ყველა შეიძლება ესეთ კატეგორიულად არ ვთქვათ, მაგრამ მძიმე გამოსავლით დასრულებული ანაფილაქსიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს ასთმა და განუვითარდება რაღაც მიზეზის გამო ანაფილაქსია. რატო? იმიტომ რომ მას აქვს სუსტი სასუნთქი გზები და სწორედ ეს მისი ლოკუს მინორისი, სუსტი წერტილი უფრო მეტად მისცემს რეაქციის დროს მძიმე მიმდინარეობის კასკადს საშუალებას და შესაბამისად ეს შეიძლება ვერ იყოს სათანადო დახმარება ადეკვატური იმ შემთხვევაში, როცა მას გაუწევენ. ამიტომ თუ ადამიანს აქვს მოუვლელი
არაკონტროლირებადი, არამართული და ადამიანი მარტო აი მცისფერ აეროზოლზე, რომელსაც ყველა იცნობს და ეს არ არის მკურნალობა, ხო? შეცვლილია ეს პარადიგმაც, ანტიანთებადი კომპონენტია აი მცისფერ სალბუტამოლი ქვია და ვიტყვი ამას საერთაშორისო სახელით, არაფერი არ არის აქ კომერცია. მარტო ამაზეა პაციენტი, მაშინ მან აუცილებლად კეთილი უნდა ინებოს და გაიაროს ალერგოლოგის კონსულტაცია. სინჯზე წასვლის პრაქტიკა კი არ არის სწორი პრაქტიკა. ალერგოლოგის კონსულტაციის პრაქტიკა უნდა იყოს. იმიტომ რომ შეიძლება მე მხოლოდ მისი დაავადება შევაფასო და სინჯი საერთოდ არ ჩავთვალო საჭირო. იმიტომ რომ ეს არის ორი სხვადასხვა ცნება. ამიტომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანებს შიში უნდა ქონდეს, შიში ჩვენ უნდა ქონდეს ისეთი ტიპის ანაფილაქსიას, როცა სამედიცინო დაწესებულებაში არ გვემართება. ქუჩაში ვართ, პიკნიკზე ვართ. აი ეს არის გარკვეული რისკის მატარებელი, როცა მწერთან არის ასოცირებული და განსაკუთრებით ინსექტებთან, ფუტკარი, ბზიკი, ბაზი, არ ვიცი და ასეთი ტიპის როცა კლინიკაა, როცა ექიმია შენს გვერდით, როცა დამხმარე სამედიცინო პერსონალია შენს გვერდით, მაშინ ყველაფრის მოვლა შეიძლება, მით უმეტეს თუ ეს ფონური დაავადებებიც გაკონტროლებულია. ამიტომ წინასწარ ამაზე, ვთქვათ, ნერვიულობა და ემოცია, თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, რომ სტომატოლოგიურ სავარძელში განვითარებული რეაქციების 90%-ზე და მეტი ალბათ ეხა ზუსტად სტატისტიკა პლუს-მინუს 5% რო ავიღოთ, ეს არის უფრო ფსიქოლოგიური სინკოპესთან ასოცირებული, ანუ გულის წასვლასთან და არავით არის ჭეშმარიტი და ნამდვილი კავშირი ნამდვილ ანაფილაქსიასთან უხშირესად არ აქვს საბედნიეროც. ამიტომ პაციენტები, რომლებიც თუნდაც ჩემთან შეფასებაზე მოდიან გარკვეული რეაქციის შემდგომ, აი რეაქციას როცა ისინი აღწერენ, უმრავლესობა ამბობს, ხო, ცუდად გავხდი, თქვათ რაღაცა უფლმა დამასხა თვალებში, თქვათ რაღაცები დაფრინავდნენ, ფერფრთალი გავხდი, წნევაც მომემატა, დამასვენეს, ვიღაცას გული წაუვიდა, მაგრამ ექიმის მოსვლამდე პოზა შეუცვალეს, კიდურები ზემოთ აუწიეს, გულთან და თავთან შედარებით და კარგად გახდა, ან წყალი მიასხურეს. ეს ანაფილაქსია არაა საბედნიეროდ, ამიტომ ნამდვილი რეაქციები უკიდურესად იშვიათია სტომატოლოგიურ კაბინეტში, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად იმ უკიდურესი, ეს რო იყოს 10 წელიწადში ერთი ნამდვილი ანაფილაქსია, ჩვენ ვალდებული ვართ ყველანი, რასაკვირველია, რომ იმ ადამიანს კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოთ. თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელი ალერგიული რეაქცია მიგაჩნიათ ყველაზე ვერაგად საშიშად? ანაფილაქსია. ანაფილაქსიაზე ერთი განმარტება მინდა გავაკეთო. გარკვეულწილად ამას ხშირად ჩვენ კულტივირებას უკეთებთ საინფორმაციო თვალსაზრისით, რომ ანაფილაქსია ყოველთვის არ არის გონების დაკარგვა. ანაფილაქსია, იგივე პროფესიული წრეები გვისმენენ ალბათ და თქვენი კოლეგები განსაკუთრებით უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული მინიშნება არსებობს ანაფილაქსიური რეაქციის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის და ამოცნობის თვალსაზრისით. თუ ადამიანს რაღაც პროცედურისთანავე გული წაუვა, ეს ვერ იქნება ანაფილაქსიური რეაქცია. ეს არის ან სტრესთან ასოცირებული, ან სინკოპესთან ასოცირებული რეაქცია. ანაფილაქსია არის კასკადური რეაქცია, რომელიც მედიკამენტია, საკვებია თუ მწერის ნაკბენია, უხშირესად 90% მეტ შემთხვევაში იწყება კანის რეაქციით. ანუ ადამიანს ეკავება, უწითლდება, ეწყება ფორიაკი და შფოთვის მოვლენები, შეუშუპდება ის ლოკალური უბანი და ამის შემდგომ 15 წუთში, 10 წუთში შეიძლება განვითარდეს კასკადური რეაქცია, რომელსაც წნევის ვარდნით და შემდგომ შეიძლება თქვათ თუ არ არის ადეკვატური დახმარება განვითარდეს. ამიტომ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ანაფილაქსიას არ უნდა სწორი ამოცნობა, იმიტომ რომ გულის წასვლაც არის წნევის ვარდნა და ანაფილაქსიაც არის წნევის ვარდნა. მაგრამ გულის ვარდნის დროს პულსი ადამიანის არის ძალიან ძაფისებური და ბრადიკარდიული. როცა ანაფილაქსიის დროს წნევა დაბალია, მაგრამ პულსი ამ დროს 140 და 150-ია. არანაირი ძაფისებური არ არის. გული მუშაობს, რომ ის წნევის დავარდნის პირობებში ცოტა სისხლი სასიცოცხლო ორგანოებს გადააწოდოს. ამიტომ ტაქიკარდია ემართება ადამიანს, როცა სინკოპეს დროს პირიქით ძალიან ნელი პულსია და ბრადიკარდიული, ანუ არც ეზომება ადამიანს პულსი. ამიტომ თუ მე გავფერფრთალდი, კი არ გავწითლდი და ისე წამებიდა გული, ეს ანაფილაქსია ვერ იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაფილაქსია ყოველთვის გონების კარგვა არ არის. შეიძლება იყოს კანი, ოღონდ ანაფილაქსიას ვამბობთ, როცა არის კანი და სასუნთქი გზები, კანი და კუჭნაწლავი, კანი და გულსიზარხვა სისტემა, ან კანი და თქვათ ეს კოლაფსი, რასაც ვამბობ, ანუ გულსიზარხვა სისტემის ჩართულობა და გონების კარგვა. ანუ ანაფილაქსია აქვს 4 სხვადასხვა სტადია. შესაბამისად, თუ მე კანთან ერთად მაქვს გულისრევა, ღებინება, მუცლისწყივილი, ესეც ანაფილაქსია. ამიტომ ხშირად ეს ექიმებს უჭირთ ხოლმე ამოცნობა და მარტო ანაფილაქსია მე შეგნებულად ეხა არ ვამბობ სიტყვა შოკს, იმიტომ რომ ის მეოთხე სტადია უკვე შოკი, როცა გონებას კარგავს. ეს ყველა წინა ეტაპი, კანი, კუჭნაწლავი, კანი, სასუნთქი გზები, კანი, გულსიზარხვა სისტემა, პულსის აჩქარება რო ვახსენე. ესეც ანაფილაქსია, ოღონდ შოკი არ არის არც ერთი მათგანი, მაგრამ სისტემური ალერგიული რეაქცია. ამიტომ რა თქმა უნდა, თუმცა ოთხივე სტადიას ერთნაირად რა თქმა უნდა ადრენალინი ჭირდება. უპირველესი არის ადრენალინი და მერე ყველა სხვა წამალი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გასაგებია. არსებობს თუ არა რამე, რასაც როგორც ალერგოლოგი არასდროს არ გააკეთებდით?
კვებაში, ქცევაში, ადამიანებთან ურთიერთობაში თუ რას გულისხმობთ? კვებაში მაგალითად. არაფერი, მსგავსი არაფერი. ადამიანებმა ესე შიშით არ უნდა იცხოვრონ, თავი არაფისგან არ, ახლა თუ ფიზიკურად არ შეგიძლია ხა მე მაგალითად რაღაცა განსხვავებით რაღაცა ეგზოტიკური ფრინველების და ნადირები რაღაცა ცხოველების ხორცის ჭამა არ შემიძლია, განამდე რომ მეშინია. თქო რაღაცა არ შემიძლია. დანარჩენი ასეთი არაფერი არ არის ნამდვილად, რომ არ ვიცი, შეიძლება ფუტკრების კაშიც კი ჩავყო ხელი. ამის შიში ამ თვალსაზრისით რომ მე თქვა რომ რაიმე მეშინია მაგ გაგებით, აბსოლუტურად ესეთი არაფერი არ არსებობს ჩემი პროფესიიდან და თვალთახედიდან გამომდინარე. გაზაფხულსა და ზაფხულში სეზონური ალერგია ბევრისთვის ნამდვილად კოშმარული არის. რა არის ის ძირითადი ოქროს წესები, რომლებიც პაციენტს ამ პერიოდის მარტივად გადატანასა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაეხმარება? აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თუ ადამიანს ეხა პირველი წელი ალერგიის და ბავშვია თუ დიდია თვითონ და რაღაცა გაცივება გონია და ვერ ამოიცნო ეს კიდე რაღაცა გარკვეულწილად ეპატიება რომ ვერ მიხვდა პირველ წელს ეს გაცივება იყო ვირუსი იყო თუ რო არ დამთავრდება მე ვირუსი ბრჭყალებში, აი სწორედ იქ ჩდება ეჭვი ალერგია არის თუ არა, იმიტომ რომ ვირუსი არ შეიძლება თვენახევარი და ორი თვე გაგრძელდეს, ხო? თუ ეს უკვე რამოდენიმე წელი აქვს, ან ამოცნობილი აქვს, ან სინჯი აქვს უკვე გაკეთებული და თქვა შეფასებულია, აი მთავარი პრინციპი არის პირველი. პრევენციული მედიკამენტის მიღება, სანამ შენი დამნაშავე ალერგენი გარემოში გამოჩნდება. ეს უნდა იყოს 2-4 კვირით ადრე. ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი, მაშინ კი არა უკვე რომ შეგაწუხებ და უი ქარი და მზია და ეხა ცუდად ავარ და რამე უნივერსალური წამალი მითხარიან მომწერეო რომ თხოვენ ხოლმე ჩემ და ჩემს კოლეგებს. მაშინ არც ერთი წამალი ერთად აღებულიც კი რომ მივცეთ რაც კი ანტიალერგიული აფთიაქშია, შედეგს მაინც არდებს. ამიტომ პრევენცია, წინასწარი მომზადება არის აქ გასაღები, რომ შედარებით მარტივად გადავიტანოთ და ამას ხშირად ვამბობ და კიდევ ვიტყვით, რომ თუ ადამიანს ძალიან შემაწუხებელი წლიდან წლამდე სიმპტომები აქვს და ბევრი წამლის გამოყენება უწევს და რამოდენიმე თვეც კი წლის განმავლობაში არსებობს ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპიის ჩატარების საკითხი, ანუ ეს არის შესაძლებლობა უბრალოდ 10 რა ალერგიის მიმართ, როცა ვაგუებთ ჩვენ ამ ადამიანებს კონკრეტულ გამომწვევებზე, ეს არის 115 წლის მეთოდი, ესე გახდა წელს ეს მეთოდოლოგია მედიცინაში, 1911 წლიდან არსებობს და უკვე შესაძლებელი არის 10-დან 15 წლამდე მე ეს მისი სიმპტომები მინიმუმამდე შევამციროთ. ამიტომ მე ურჩევ ადამიანებს წინასწარ პრევენციას და ვისაც ძალიან აწუხებს სპეციალისტთან მიმართვას, რომ აი გრძელვადიანი სტაბილურობა ასე ვთქვათ, იყოს მიღწეული ამ კონკრეტულ პაციენტში. გრიპის, თქვენ ახსენეთ გრიპი. დიახ. გრიპის და ალერგიის, დიახ. გაცივების და ალერგიის დიფერენცირება რო გავაკეთოთ. აი რო არ ველოდოს ადამიანი, რომ აი ორი თვე გავიდეს ნეტა რომელი მაგ აი რა როგორ უნდა გავარჩიოთ? როგორ უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება? გლობალური და ესეთი ტერმინია, გრიპი ერთ-ერთი გამომწვევია გაცივების და გაცივებას იწვევს 200 სხვადასხვა ქვეტიპის ვირუსი. და სახეობები ბევრი არის, ნოვირუსები და უფრო ხშირად ამ ტიპის ვირუსები იწვევს გრიპი 39-40 სიცხით არის და დანარჩენი გაცივებები უხშირად სიცხის გარეშე მიდის, მათ შორის არის კოვიდი, ძველი შტამები თუ ახალი შტამი, რომელიც 19 წელს გამოჩნდა. გაცივებისთვის უფრო დამახასიათებელი არის დასაწყისისთვის, უფრო შემცირება, ნაკლებად თვალის სიმპტომატიკის ჩართულობა, როცა ალერგიას სხვირი და თვალი ერთად ახასიათებს. შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა, თუმცა ყველა გაცივებითი ვირუსიც არ იწვევს ტემპერატურას, თუმცა თუ სიცხე ახლავს, იქ ცალსახად უკვე ვირუსია და ალერგიას სიცხე ნაკლებად ახლავს. ხანგრძლივობა უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია. ალერგიისთვის შეიძლება გახანგრძლივდეს და ცხვირიდან გამონადენი სულ იყოს წყლის მაგვარი, ანუ გამჭვირვალე იყოს რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მას შეცაც ვირუსის თავიდან იწყებს გამჭვირვალეთ და ერთი კვირის მერე შებლანტდება, შესქელდება და აი გეუბნება რომ ან უკან გადამედინება, ან წინ ჩამომედინება და სქელია ეს მასა და ძალიან მაწუხებს. აი ეს სიმპტომები უკვე საკმარისია, რომ გარკვეული ეჭვი პაციენტს გაუჩნდეს 10 დღეზე მეტი ავადობა. თვალის ჩართულობა ალერგიის სასარგებლოდ, თვალის როცა არ არის ნაკლებად ალერგიის სასარგებლოდ, ტემპერატურა ვირუსის სასარგებლოდ, ტემპერატურა თუ არ არის ალერგიის სასარგებლოდ და ასე შემდეგ. თუ სეზონური ალერგია რასაკვირველია, უფრო იწყება ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ სივრცეს თუ შევხედავთ, სადაც ჩვენ ვართ ამ განედში, ეს იწყება თებერვლის ბოლოდან მარტი უფრო გამშვებია მთავარი თვეა, გააჩნია ტემპერატურულ და კლიმატის პირობებს, განსაკუთრებით ტენიანობას და წვიმას, ეხლა მაგალითად წელს ამდენი ნაღლექის მოსვლის გამო აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით სეზონმა გადაიწია და ეხლა ადამიანები რომელსაც წინა წლებში გეუბნებოდნენ რომ მაისის მერე აღარ მქონდა, ეხლა წელს ყველა შეწუხებულია უკვე ივნისის პირველი კვირიდან, იმიტომ რომ ეხლა დადგა ტემპერატურა, ეხლა ის მცენარე უფრო მეტ ყვავილის მტვერს გადმოაფრქვევს, მით უმეტეს თუ ქარიანი ამიდია, ის 10-ობით და 100-ობით კილომეტრზე ვრცელდება, ამიტომ თლათ ესე ერთ-ერთში დასვა ყველა წლის პროგნოზი რომელ კვირაში იყო წინასწარ და წინა წელს ავადობა წელს ისე იქნება, ეს გარანტირებული არ არის, იმიტომ რომ უცნაურ კლიმატურ პირობებში ცხოვრობ და ეს გლობალური დათბობის გავლენაა. დასასრულს მინდა
ვკითხოთ, რა არის ის უმთავრესი მესიჯი ან საბაზისო ცოდნა ალერგიების შესახებ, რომელიც გსურთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს. აი რა იქნებოდა თქვენი მთავარი რჩევა საზოგადოებისთვის? ჩემი მთავარი რჩევა იქნება და ერთი გაფრთხილებაც ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ალერგიული დაავადებები, როგორც ბევრი სხვა დაავადება, თუმცა აი იმუნური სისტემის პათოლოგიები, ეს არის აუტოიმუნური ავადმყოფობები, გარკვეულწილად ონკოლოგიური დაავადებები და ალერგიული დაავადებები, ეს არის ამ საუკუნის მთავარი პრობლემა და დილემა. და როცა ეს გლობალური საკითხია ძალიან, რატო გაიზარდა ამ დაავადებების წილი ესე ზოგადად დაავადებაში მსოფლიოში, როცა წინა საუკუნის 40-50-იანი წლებამდე ხა ალერგიული დაავადებები არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური, ხო? აქ ერთი მთავარია, რომ ადამიანმა და განსაკუთრებით ორსულებს ეხება ეს და პატარა ბავშვებებისაც ყავთ დაკარგა კონტაქტი ადამიანმა ნატურალურ და ბუნებრივ გარემოსთან. ანუ ალერგიის და აუტოიმუნური ავადმყოფობის მთავარი პრევენციის საკითხი გადის ბუნებასთან მეციახლოვესთან პირდაპირ მნიშვნელობით და სრულფასოვანი და კარგი და ჯანსაღი საკვების მიწოდებასთან, როგორც მოზრდილებში, ისევე განსაკუთრებით ბავშვებში. აი თუ ჩვენ ამ ძირითად აქცენტებს დავსვავთ და ჩვენი ყოველდღიურობა იქნება არა დაკეტილი სივრცე და აი მე სულ ვამბობ ამას და კიდე გავიმეორებ, რომ იმიტომ რაღაცა ეს თვალსაჩინოა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ პატივისცემა მაკდონალდსში წაყვანა შვილების, პატივისცემა რაღაცა პლასმასის ბურთებში დაბადების დღის თუ ასე ჩვეულებრივ გასართობ ცენტრებში და არ არის პატივისცემა ტყეში ძასვლა, არ არის პატივისცემა ქალაქგარეთ გაყვანა, არა პატივისცემა სკვერში წაყვანა. აი ეს უნდა გადავაქციოთ ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებად და არა ვთქვათ მაინცსა და მაინც დახურულ სივრცეში ყოფნა. აი თუ ჩვენი საზოგადოება ამას კარგად მიხვდება, ჩვენი პოლიტიკის განმახორციელებლები დატოვებენ სივრცეს და ყველგან კორპუსი არ აშენდება და მწვანე სივრცისთვის იქნება ადგილი, ჩვენ მწვანე სივრცეს ჩვენ სახლებში მოვაწყობთ, აქცენტს გავაკეთებთ უფრო ბუნებრივ პროდუქტებზე, ნატურალურზე, ჭიან ვაშლზე და არა მაინცსა და მაინც რაღაც ჩამოტანილს 10,000-ობით კილომეტრიდან და შეწამლულ პროდუქტებზე, ბავშვებს უფრო მეტად ბუნებასთან ექნებათ კომუნიკაცია, ადრეული ასაკიდანაც ცხოველიც არ არის პრობლემა, ძაღლი განსაკუთრებით. აი ეს ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანას ეს უკვე აქვს ეს პოლიტიკის დონეზე აყვანილი, განსაკუთრებით სკანდინავიას, იმიტომ რომ სასკოლო პროგრამაში შედის ბუნებასთან ურთიერთობა, ბაღის პროგრამის ნაწილია, რომ რაც არ უნდა ამინდი იყო, უნდა გაიყვანო ბავშვი გარეთ და ამინდის შესაბამისად უნდა იყოს ეს უბრალოდ ჩაცმული. აი ამას თუ გააკეთებს და ეს შეგნების დონეზე ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით და ინფორმაცია ჩვენგან მოდის ახლა ხო სპეციალისტებისგან და ამ ტიპის გადაცემები ამას ემსახურება და ჩვენს ასე ვთქვათ უშუალოდ ვცდილობთ რომ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოება იქნება გარკვეულწილად აი ამ ალერგიული და ბევრი სხვა დაავადებისგან აუტოიმუნური სიმსივნური მეტნაკლებად უფრო მეტად დაცული გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ახლა ხვალ არ დადებს შედეგს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ ეს საზოგადოებრივი შეგნება აქეთკენ წავა, აი შემდგომ წელიწადში ჩვენ შევძლებთ რომ გავანახევროთ ალერგიული დაავადებების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში. სტატისტიკის მიხედვით გამოდის, რომ ახლა ჩადგა დღის წესრიგში ალერგიული რეაქციები და გამოვლინებები თუ უბრალოდ არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ადრე, იმიტომ რომ თუ მაგალითად უფრო მეტად გამოვა ხალხი გარეთ, უფრო მეტად ექნება ბუნებასთან კონტაქტი, შესაბამისად ბევრ ალერგენთან, ძაღლთან, შინაურ ცხოველთან, ხო? ანუ გამოდის, რომ არ ვაქცევდით ყურადღებას ალერგიებს თუ ეხლა უფრო მოიმატათ შემთხვევებმა ალერგიულმა. ნუ ალერგიული დაავადებების შემთხვევები ზოგადად ადამიანის ცხოვრების წესიდან გამომდინარე იმატებს ბოლო 3-4 დეკადა, ანუ 30-40 წელი მკვეთრად იმატებს ეს სალსახა. აქ ბევრი ახსნაა ძალიან. აი მაგალითად ჩვენი ქვეყნის მაგალითს რო შორს არ წავიდეთ, აი მაგალითად იგივე თბილისის პირობებში, აი ბევრი ადამიანისთვის ეს ცნობილი იყო, რომ თუ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და ასთმა აწუხებდა, აი თბილისში გადმოვიდოდა და ძალიან კარგად გრძნობდა თავს. იმიტომ რომ სულ რაღაცა 10 მანქანა დადიოდა ამ ქალაქში 70-იან და 80-იან წლებში, ხო? და ყველა მიცოდა ვინ იჯდა ამ მანქანაზე. აი ხა დღეს როცა გადმოდიან და ამას ადამიანები ვერაცნობიერებენ და მან და მაინც მშრალი ჰავა გონიათ აქ მხოლოდ სამკურნალო, მაგრამ რო დახვდებათ 800,000-დან მილიონი არასახარბიელო მანქანა, აი მე ვერ ხვდებია რომ რატო ვარ აქაც ცუდად. იმიტომ რომ ეს ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორები სამშენებლო მტვერიდან დაწყებული მანქანის გამონაბოლქვით კიდევ უფრო ძლიერი ალერგენია ვიდრე ის დასავლეთ საქართველოში არსებული ნესტის ფაქტორი. ამიტომ ისი აირია ამ ურბანიზაცია და აი ამ თავკომბალა ქალაქების გაჩენამ და მჭიდრო ასე ვთქვათ დაცახლებამ ადამიანების რომ ალერგიული დაავადებები უფრო შესამჩნევი გახდა რასაკვირველია. რა თქმა უნდა დიაგნოსტიკაც გაიზარდა, რა თქმა უნდა ამოცნობაც ამ დაავადებების გაიზარდა, მაგალითიც კი ვთქვი ხო, რაღაც არა და უცნობი მიზეზის ანაფილაქსიებს განვითარებულ ქვეყნებშიც კი ეხლა დაარქვეს თავის სახელი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ორი ფაქტორი ერთად მოქმედებს, მაგრამ და რა თქმა უნდა ეს პროცესირებული და მზა საკვები ხო ადამიანების
დასაქმებულები არიან შეთ არცალიათ თქვათ საკვების მოსამზადებლად და აი მე რო ვთქვი ახლა ჭიანი ვაშლი სად უნდა მოიპოვო ხო აქ ჭიანი ვაშლი ხო სადღაც უნდა წახვიდე და გომბორზე უნდა იყიდო მაშინ ხო შენი შვილისთვის და რაღაცა შიდა ქართლში უნდა წახვიდე და სოფლებში უნდა თან იქაც შეწამლული რო არ იყოს ზედმეტად ამიტომ ძალიან რთული გახდა ეს ყველაფერი ამიტომ აი რაღაცა ამ ბუნებრიობამ არა უფრო სწორად აი ცხოვრების რიტმმა და დინამიკამ მოიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ უნდა ხელ ეწიფება ადამიანს, რომ დაუპირისპირდეს ამას, გონივრულად. ჩვენ ახლა ქვამოქვაბულში ვერ დავბრუნდებით. ახლა ფერმერულ მეურნეობებში ყველანი ვერ წავალთ. ხო, ახლა ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად აი ესე გარკვეულ გამოსავლე უნდა ვიპოვოთ. გასაკეთე. მადლობა მობრძანებისთვის, როის დათმობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმედია საინტერესო გამოვიდა. პრინციპში მე ძალიან გმაყოფილი ვარ. ვინც ვიტოვებ, დიდი მადლობა.